გაზეთი El País-ი 2009 წლის 13 დეკემბერი. კალაშოვის საქმეზე მალე განაჩენი უნდა გამოიტანონ სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა რუსეთიდან, საქართველოდან და ისრაელიდან უარი თქვეს პროცესში მონაწილეობაზე. ღია ტექსტითაა ამის შესახებ ნათქვამი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ წერილში. ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობა ესპანეთში მიმდინარე პროცესში შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ჩვენი კოლეგებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ. წერილის არსებობა სატელეფონო ინტერვიუში სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმაც დაგვიდასტურა. ის ამბობს, რომ წერილი შეცდომა იყო. ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ კრიმინალების კვალზე ისინი მხოლოდ 2 თვის წინ გავიდნენ. კვალზე გავედით დაახლოებით 2 თვის წინ. წერილის ისტორია ვიცით, ეს არ არის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია. ეს წერილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის გაიგზავნა შეცდომით, გაიგზავნა არაუფლებოსი ადამიანის მიერ და არასახავს სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას. El País-ში პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ესპანეთში საქართველოს საელჩო ოფიციალურ წერილს აქვეყნებს. ფრაგმენტი ამ წერილიდან. გაზეთმა El País-მა 2009 წლის 13 დეკემბერს დაბეჭდა სტატია ესპანეთი რუსულ მაფიას ასამართლებს. ამ სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველმა ჩინოვნიკმა მადრიდში გაგზავნილ კორესპონდენციაში განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაქარია კალაშოვის პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა შიშის გამო. ეს თანამდებობის პირი არ გამოხატავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის აზრს და ამიტომ მისი სავალალო მოქმედების გამო პირადად იქნა დასჯილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. სამინისტრომ შიდა გამოძიება უკვე დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმად წუხს მომხდარის გამო და ამ ფაქტს უფლებამოსილების გადამეტებად აფასებს. თქვენ შეგიძლიათ დამიდასტუროთ, რომ მართლაც ვინმე არის დასჯილი ამ წერილის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში? ეს ინფორმაცია მე არ წაგამოწვა. ვინმე მაღალ ჩინოსანზე ხომ არ არის საუბარი? შაქრო კალაშოვს 2006 წელს ქართულმა სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ადამიანის მძევლად აყვანისთვის დაუსწრებლად 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კალაშოვს ჩამოართვეს სახლით წყნეთშიც. 2006 წლის ნოემბერში შაქრო კალაშოვი დუბაიში დააკავეს და მისი ექსტრადირება ესპანეთში მოხდა. 2010 წლის 2 მარტამდე ის განაჩენს ციხეში ელოდებოდა. 2 მარტს ესპანური სასამართლო კანონიერ ქურდს გირაოს 300,000 ევროს გადახდის სანაცვლოდ თავდებით ათავისუფლებს. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს მისი თბილისში ექსტრადირება არ მოუთხოვია. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი დაკავებულია ესპანეთში და მიმდინარეობს რაღაც სასამართლო პროცესი, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა ექსტრადიციის თაობაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გაგზავნილი ყველაზე მინიმუმ. ცოტა აბსურდულად მეჩვენება განცხადება იმისა, რომ თურმე ეშინიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნებოდა. ინფორმაციას ფლობენ, რომ კალაშოვს ფინანსები აქვს, ეს დამალული არც არასდროს ყოფილა, ყველასათვის კარგად ცნობილია და აქვს დიდი თანხის მიღების იმედი. კონკრეტულად რომელმა მაღალ ჩინოსანმა გაგზავნა წერილი და ვინ დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ამას საელჩო აცხადებს. ამ კითხვაზე სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ. თუმცა საზოგადოების ერთ ნაწილს ეჭვიც არ ეპარება, რომ საერთაშორისო ნარკოკარტელს მფარველი ხელისუფლებაში ყავდა. რესპონდენტები გვიყვებიან, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში კალაშოვთან მეგობრობის გზებს მისი გავლენისა და ფინანსური მდგომარეობის გამო პოლიტიკოსებიც ეძებდნენ. დღეს საშუალება ნარკოტიკის აღმოჩენის საზღვარზე, მე მხედველობაში მაქვს ჩვენი მხარე, საქართველოს მხარე, ასეთი რამე არ ხდება, მაგრამ არსებობს პრიმიტიული მეთოდების, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ თუ ამაში არ არის ეს შეთანხმებული ხელისუფლებასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეუძლებელია ასეთი ნარკოტიკის მოძრაობა საზღვარზე. ბადრი ბიწაძე ვარდების რევოლუციამდე პერიოდსაც იხსენებს. ის ამბობს, რომ გუდაურში ერთ-ერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა კალაშოვის გაცნობის სურვილი გამოთქვა. ნაცნობობა გუდაურშივე შედგა. იხსენებს იმასაც, რომ სააკაშვილმა შაქრო კალაშოვისგან მაშინ ცვირფასი საჩუქარიც მიიღო. ეს იყო გუდაურში. და მე მოხდა იქ გაცნობა, ეს საათი 100,000-ზე მეტი ევრო ღირდა კალაშოვმა აჩუქა სააკაშის. და მეც მაჩვენა ეს საათი და მითხრა ნახეო რა საათიაო, ეგეთელი აბა მიშა ხო საათის ის არის რომ შეხვიდოდი მიშასთან რა.
პირველი შემოხედავ საათს. სხვა წყაროებიდან ჩვენთვის ისიც ხდება ცნობილი, რომ ამ შეხვედრას მსახიობი ია ფარულავაც ესწრებოდა, თუმცა სატელეფონო საუბარში ეს ფაქტი ია ფარულავამ კატეგორიულად თუ არყო. ეგ არის გამორიცხული. მეორეჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით მე აღარ დავე, ეგ არის გამორიცხული, მეგობრებო. ეხლა გუდაურში 1000 ადამიანი ადის, ჩადის და სრიალებს. კოკაინის მოგზაურობა საქართველოში სავარაუდოდ ესპანური მართლმსაჯულების გადაწყვეტილებასაც შეცვლის. მადრიდის სასამართლოს განაჩენი ჩაქრო კალაშოვს სასჯელის 3/4 ესპანეთში უნდა მოეხადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაგზავნა წარმომადგენლები ექსტრადიციის პროცედურის დასაწყებად. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. Наши люди не нужно идти на провокации.